Georgia! Let's go, man! მოგესალმებით ფაითოპის მაყურებლებო, MMA-ის გულშემატკივრებო. ფაითოპი გიბრუნდება 196 ეპიზოდით. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს ძმებთან ერთად ქართველი მებრძოლის რომან დოლიძის ტრიუმფალურ სვლას მარვინ ვიტორისთან რევანში ძმებბრძოლაში, რომელმა მოიპოვა გამარჯვება დღეს და ზვიად ლაზიშვილი და ლევან ჩოხელი დღესდღეობით საქართველოში ორი ესეთი გამორჩეული მებრძოლი, ორი ქართველი გამორჩეული მებრძოლი გვყავს თუმრად, გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება, რომ ესეთი მეგობრები გვყავდეს, მადლობა ღმერთს. და ბიჭები დღეს დარბაზში იყვნენ. ფაქტიურად cage site ისხედით ხო და გვეტყვიან ცოტა ისეთ შიდა ინფორმაციას მოგვაწვიან. მოგესალმებით ძმებო, როგორ ახართ? მოგესალმებით ბიჭებო. როგორ ხარ? კარგად, ბიჭები, შეგახსენებთ, რომ ვეგასში იმყოფებიან ბიჭები, იქ ვარჯიშობენ, ემზადებიან ბრძოლებისთვის და დღეს ორივე იქ იყავით, ხო? დარბაზში, მაშინ რა მე ვიყავი, მაგრამ ზიკო ვერ იყო. ზიკო არ იყო? ზიკო არ. ყველა ზიკოს პრინციპში არ შეუშვებდნენ არა გასაკვირ. ლეო ძალიან პატარა არის, ხო? მანდის დასწრების საშუალება ძალიან პატარა არის. მგონი ხმა ისმოდა ყველასი, გამგონი რა ლეო. ბიჭო, მოამატეს, ეხა ადრე უფრო პატარა იყო, მაგრამ ეხა მოამატეს და კომერციული სახეც მიცეს რა. მოდი, მაშინ იმით დავიწყოთ, რომას კუთხეში იყო ვატო თუ არ ვწდები, მერაბი იყო კიდე, ერიკ ნიქსი და კიდე ორი სახე იყო, ვერ ვიცანი რა. ანუ ექსტრიმ კულტურის წევრები იყვნენ კიდე. ეს მეოთხე სპარინგ პარტნიორი იყო, როგორც ვიცი რომას. თან მეგობრები არიან. ქართველია? არა. ქართველი არის. იმას შემხვდა უკრაინელია თუ ხო, მგონი უკრაინელია, რომა ამბობდა რაღაცის. ლეო, შენ რო იყავი დასწრებაზე, შენი ხმა ესმოდა რომას? უეჭველი ხო? ბიჭო, როგორ იყო? ორი რაღაც დავიძახე მარტო. კარგი ბიჭი ხარ მეთქი, ეგ დავიძახე. და მე ფეხით კი ვამეთქი რა ეგ. ბიჭო, პატარა დარბაზია, კუთხე იქ დგას ეხა. მე რომასკენთან კემში არ ყოფილი ვარ რაღაცა ისეთი დაუძახო, ხო ხდები. კუთხე იქ ედგა, მე რა უნდა დამეძახე. ახლოს ვიყავი თან და ჯობია ორი წინანდების მეტი არაფერი არ მეთქვამს რა, აუცილებელი არ არის რომ უბრალოდ გონებას ურევიქ რა რა უნდა დამეძახა ისეთი რაღაც თავის კუთხე ვერ დაუძახებდა და არ დაუძახებდა რა. არ არის აუცილებელი თან ეს პატარა და ჩემი აზრი. ანუ ვიტორისთან ვიცი რომ ახლოს ავართ თითქმის, რახან გიგა არის მისი, ანუ кайხნის სპარინგ პარტნიორი არის გიგა ჭიკაძე, ხო? პარკ პარტნიორი გუნდელები იყვნენ ეგ. ხო, გუნდელები. მეც ვიცნობ ვეტორის ძალიან ტიპია და ისეთი ჯიგარი შემხვდა კიდეც ახლა ფაით ვიქში რამოდენიმეჯერ. და წონის კლება ისე მაგრად ეტყობოდა რა, როგორც ჩანს უჭირს წონის კლება. ხო, first phase-ზე ვიყავით ჩვენ, წონებზე ვიყავით და first phase-ზე დავჭით და ყველაზე ბოლომ ჩააბარა. უჭირდა, იმიტომ რომ 3 დღის წინ ნახე PI-ში და აი მაგრად ეტყობოდა უკვე რომ თუდად ანუ first კლებს როგორც ჩანს რა. ო ბიჭო, დიდია რა, მხილა ჩემი რა. რამე ისეთი იყო ბრძოლის დღეს ან წინა დღეებში აი საინტერესო რამე ისეთი მოხდა რამე. რა ამათ უკვე ნაჭყობია ერთმანეთში ბევრი საერთო ნაცნობები მოხდებოდა, არაფერი საერთოდ უბრალოდ რაღაცა მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში და არც იქნებოდა და ხარ თუ ფაიტში არ ვიყავით ჩვენ ახლა ხდები ისე აქტიურად არ ყოფილიყო, მაგრამ first phase-ზე ვიყავით მან. ვიტორიმ ისეთი რაღაცა პოსტა გააკეთა რომ მეგონაო რომ რომან კოპილოს ხდებოდიო და ეს შენი აზრით ტროლინგი იყო თუ ხუმრობა თუ მართლა არისოდა რომ დოლიძეს ხდებოდა? შეიძლება თავიდან მაგკითხვას ვერ გაგცემ პასუხს, მაგრამ შეიძლება რაღაც მომენტში აერია რა თავიდან, მაგრამ ხო მე იასნია მიხდებოდა და შეიძლება ეგ უნდოდა რომ მომხდარიყო და მაგით ბევრად არა, თურმე სანამ არ გამოვიდა კლეტკაში საჩხურად მანამდე აი ისე გონა გაიგე რომან კოპილოვი. ასნა ხა ისა მაიმუნობა და ტროლობა ხდებია რა. ბიჭო, ყველაზე მაგარი ტროლობა იცი რა იყო ბოლოს ადესანიამ რომ იმავოვთან წააგო რა. იცი რა ტვიტი დაწერა ვიტორიმ რომ აო
მოდიო რა კიდე მე მეჩხუბეო რა ხო იცი რომ მომიგებო თუ რაღაცა ეგეთი ტვიტი მიწერა იმას რა მაგარი ტროლის მასტერია ადესანია დიჯორი ხო ადესანიას მიწერე რა კაი მაშინ მაინც მე მებრძოლე კიდეო ხო იცი რომ მომიგებო თუ რაღაცა რა და ბიჭო, მე იმას კი არ გეკითხები, კაცო, რამე ახლა კონფლიქტი ზოგადად რომა არა ეგეთი ტიპი კონფლიქტი რომ მოუვიდეს მაქსიმალურად ესეთი ტიპია, აშკარად ეთყობა რომ ამას ანუ პირადულში არაფერს არ იღებს, მაქსიმალურად ერიდება კონფლიქტებს და აი ეგეთ რაღაცეებს რა, არასერიოზულად მიაჩნია ეგეთი რაღაცეები, როგორც ვატყობ რა. მაგას კი არ გეკითხები, უბრალოდ რამე ესეთი საინტერესო რამე აი ხო არ შეესწარით თქო რამე აი კონფლიქტის გარეთ რამე ისეთ ერთხელ პასტას საინტერესოს ჭამდა ძმაო და მე პიცაზე გადავიდა იმინა ვერ აი კაროჩე აი ზუსტი პასუხი გაგცა ეხა გიორგი მე ლაზანია ხო აზე ხარ კი მაგრამ ეხა სერიოზულად რა ზვიად ლეო რომ არა შენ ახლა ეგეთი აქტიურად არ ყოფილვართ არც ერთთან ახლოს და ნუ არაფერი ეგეთი არ შემჩნევია სამწუხაროდ და რაღაცა იქნება ალბათ არ ვიცი და რას ვფიქრობ ეგეთი მაგარი ყბა როგორ აქვს ამ ადამიანს რა მართლა რა ბიჭო ორივეს კაი ამტანობა აქვს და გვიდა მაგარი დარტყმები აიტანეს რა რაღაცნაირად ერთი სტილის მოჩხურები არიან რა პროსტა ისა რომანს ჩემი აზრით გრეპლინგში უფრო მეტი შეუძლია ვიდრე ვეტორის, გაცილებით მეტი და რო არ გამოუყენებია, აი მინდოდა რომ ენახა რა უფრო მეტი გრეპლინგი რომანიზე. და ვიცი რომ ანუ საკმაოდ დაჩაგრავდა რა ვეტორს და სუდგომში რო დაუდგა, ფაქტურად მისი ძლიერი მხარე არ გამოუჩენია და ან ყველა ძლიერი მხარე და ნუ ეგეც კარგია რა ხო ხები ანუ აჩვენა რომ დგომშიც შეუძლია რომ იჩხუბოს 5 რაუნდის აგაიბო. ბჭოდა მაგრამ რაღაცა სიახლეები ქონდა დღეს რომას. კი. აი მაგალითად front kick-ი მარჯვენა. axe kick მეთქონა. axe kick მე არ მიყვარს და მაგას არ ვამიჭებ. ყველაზე განსაკუთრებული მე axe kick-ით ხა ძნელია რომ damage გაუკეთო და მიდაყოლე მაგრამ მე უნდა მოარტყა axe kick-ით ძნელი მოსარტყმელი. კი მაგრამ მე ერთი რაღაცა ჩუჭა ისა რომ დააკვირდი ახლა ჩხუბშიც რომანს ეთყობოდა რომ უფრო power puncher-ი იყო რა უფრო აი რო გაერტყა უფრო მოშნად იტყმევინებოდა რა ჩემი აზრით რა რატო ისრო და მაგ axe kicks დოლიძე ეგრე ხშირად რა იმიტომ რომ ერთადერთი საშუალება იყო რომ მაგ axe kick-ის როლის შემდეგ იმას ჩაეყვანა ძირს და რომას არ ეშინია რომ მოდი ახლა დავეცემი მე ქვემოთ და შენ ზემოდან იქნები სხვა ვარიანტი ვერ ვნახე როგორ უნდა ყოფილიყო მისი ანუ გრაპლინგის გამოყენება რა ანუ თუ არ გეშინია უფრო ბევრ ფეხს ისური იმიტომ რომ თუ ქვემოთ აღმოჩნდები არ გაგშიში რა რას ფიქრობ აი ხარ ისა ლოგიკური არის და ნეგრია ჯიცებს არ შეშენიათ დავლები არა ეგ კიდევ მარტო მაგ შეიძლება პროსტა რაღაც ახალის ხო რა ამუშავებდა მაგ დარტყმას და პროსტა მოწონს და ანუ სხვათა შორის ხარა ეხლა მაგალითად ხო არ არც ერთი არ გასულა ხო ერთი მგონი კერჩი მოხდა მიუხედავად იმისა რომ დემეიჯი ვერ გაუკეთა მაგას რო აკეთებდა გვერდზე ხომე ის მოყარული მებრძოლები ის მოყარული მოწონდათ რა ესე ფლეში ისი მიუხედავად იმის რომ მაგაზე მაგალითად მომიგავდა და ეგეთი რეაქციები არ ქონიათ მაგრამ ეს ექშენი რო არის რა ხარს მოსწონს და მოქმედებს კიდევაც ახლა ექს კორს ბიჭო ეგ რაღაცა აგიდე იცი აი ჩემი ტრენერი მეუნებოდა ხოლმე რომ არის რაღაც ესეთი ლამაზი დარტყმები რა რომელიც შეიძლება ვაფშე არ გავიდეს რა ვერ მოარტყა საერთოდ მაგრამ პროსტა რომ გააკეთო ჩხუბის დროს უსაფრთხოდ რომ გააკეთო ჩხუბის დროს არ დაგაზია რაღაცა ტრიალში რაღაცეები კარგია რა ანუ კარგი ტონია იმიტომ რომ თუ ახლო ბრძოლა და შენ ამ ბევრი კარგი ტონი გაქვს ნაჩვენები საჭს უფრო მაინც კარგად ამახსოვრდები რა და ანუ ისეთ მომენტი ხო აუ ეს რომ მოხვედრო და რას უზაუდა და ანუ ეგეთი ეფექტი გრჩება ასე რომ უფრო მრავალ ფეხსაც გაჩვენებს ანუ არ იქნება ისეთი ერთფეროვანი მოჭუბარი რა და ამიტომ ძალიან კაი იყო რომ ცდილობდა ეგეთ რაღაცეების გაკეთებას რა ანუ ხო მაგრამ ისეცაა ზიკორო და ძალიან ისეცაა ზიკორო ყველას არ შეუულია მაგალითად ფლეში რაღაცა არა კაი ყველასთვის ახლა მაგალითად თუნდაც ახლა შენ რო შენი ის რო ავიღოთ ჩუბის სტილი რა შენ რო ხო ახლა შენ ეგეთ რაღაცას ვერ გააკეთებ ვერაწევ მაგ ხელაზე ფეხს
ბიჭო, რაში ხო გჭირდება? და რო რაღაცა იცი, ანუ მაინდა-მაინც ექსკიკი ხო არა, რაღაც სხვა შეიძლება სხვა რომ გახდეს რაღაცები რა. კი, მაგრამ ხო ნუ და ფლეში ახლა რა მაგალითად, აი თქვა სტილისტურად რო ავიღოთ, აი შენ რას გააკეთები ფლეშის რა, ისიც რაც არაფერს გაკეთებით ეგ ბევრ რაღაც გაკეთება შეიძლება, პროსტა გააჩნია ისევ სტილს. ჩემთან Actually, გაშენდები სფერები, Zviad has რობოტები. karate style, bro. Zviad coach. შენი coach ხო აზერი არის, ირანელი აზერი. ხო აჰა. კარატისტი არის, ძმაო. You get me? I know ყოფილი this shit. კარატისტი. Exactly, bro. Long live, ბიჭო, bro. არა, მე მაგალითად ვეთანხმები რა მაგ იმაში. გოგონ გააჩნია იასნია ვის ვახან. ვდები და გააჩნია როგორი გააჩნია ვინ ბრძოლა ხარ? მიდის რა. ხა ისეთ სტრაიკერს თუ ხვდები რომ აი სნაიპერი ვითა და ძალიან მაღალი დონეა, ეგეთთან რომ ეგეთ რაღაც გააკეთო, არ გაპატიებს რა. ხო, და მაგრამ ეგ თუ შეიძლება ახესებთან მაგიტომაც დაკვრა ვიძახი. ახლო მაგიტომაც ბრძოლა ვიძახი, გაიგე, ბოდიში ფრთხილად უნდა იყო, როდესაც მებრძოლს ესეთ რჩევას აძლევ, იმიტომ რომ შეიძლება ისეთ ჩვევაში გადაეზარდოს მავნეში მე ეგ არასწორ დროს გააკეთოს და ძალიან რთულია, ეგ ძალიან ძალიან თხელ ყინულზე გავლაა ეგ რა. ხო და მაგას მერჩივნავე მაგალითად მე პირადად ის ფრონტ კიკები უფრო გამოიყენებინა, უფრო ეფექტური იყო და თუნდაც მარცხენა ჰუკი ახლა წინა ჩხუბში მაგალითად რომა მარცხენა ხელი პროსტა ზომავდა და მე მარჯვენას იქნებდა პროსტა რა და ეხა დღეს უკვე ჰუკები დაამატა, იდაყვები ჩაამატა და ეგ უფრო მომეწონა ეხა ის ექს კიკი პირადად ჩემთვის რავი კი ლამაზია შესახედავად, მაგრამ რასაც ეფექტი არ აქვს ახლა ამ მაგაში და ჩუბში არ რამხელა იყო. რამხელა ენერგია მიაქვს მომის მაგას ნახე რამხელა რომ რაღაცა პრეცედენტი როცა იცი რომ დავუშვათ გრეპლინგში უპირატესობა აქვს დარგეშინი იქ ჩასვლის, კი ზუსტად ბატონო მაშინ მე შეგიძლია ეგეთ რაღაცების გაკეთება რა. ეგ თქვი კი ზუსტად ბატონო მე შეიძლება თავიდან. დავუშვათ შენი მოწინააღმდეგე შენზე უკეთესი სტრაიკერი იყოს, მაგრამ რო ეშინოდეს დავუშვათ პარტერში ჩასვლის, ვერ გააკეთებს ეგეთ რაღაცას, არ გარიგებს. გასაგებია. ეხა ნახე ხო უკვე და რა ხდება მე ამიტომ უკვე იმაში ვარ, იმიტომ რომ ეხა მაინც ყველა იტყვის რომ რატო უწყნავს twins UFC-ს მოჭხუბარსო, მაგრამ კაი, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა მე ჩემი სათქმელი რა. კი, ერთ-ერთი აქ არ იყო საშიშროება იმისი რომ ვიტორი გადაიყვანდა ამას წინა ბრძოლაში თუ გახსოვს დისენგეიჯს აკეთებდა მთელი ჩხუბი კლინჩიდან ვიტორი არანაირად არ ქონდა სურვილი კლინჩის და გრეპლინგის და დღესაც იგივე იყო. არ იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი არანაირი საშიშროება არ იყო დღეს ვიტორისგან ჭიდაობის და ჯიუჯიტსუსი და ასე შემდეგ რა. აბსოლუტურად არანაირი საფრთხე არ იყო, ამიტომ ვიძახია. მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ანუ ამას X kick-ზე თუ გავამახვილებ ყურადღება, უბრალოდ ჩემს სასვამს მეტი არაფერი რა. მე უბრალოდ დამაგდა ერთი რაღაცა, უფრო მეც ველოდებოდი კედელთან მუშაობას რა. კედელთან მუშაობას ველოდი, უფრო მუშაობას რა, უფრო მეტად წავიდოდა მეგონა კედელთან ჩხუბი, როგორც წინა ჩხუბში რა, უფრო მეტი პრესინგი იქნებოდა და არ იყო. მთელი ჩხუბი წავიდა თითქმის მოედნის ცენტრში რა, მის რა ქვია, რინგის. და ეგ გამიკვირდა და ნუ სანახაობად გაზარდა ამან რა თქმა უნდა. დანარჩენი უბრალოდ რა არის, ყოველთვის ზუსტად შენ ჩვენთან მოდიხარ და მე შენ რაღაცებზე twins გიჭამ და გეკამათები, ხო? ხალხს აქ აგრესია ჩემს მიმართ ძირითადად რა. შენ არავინ არც არ გეუბნება, გაიგე? მე გამოვდივარ სუდი როჯას სულ რა. ბიჭო, ახლა ორი აზრი არის. რა პრობლემაა? არა, ეს უყვარს უყოლას და მე ყველამ ლანძღავს. ბიჭო, ერთხელ ნაბრძოლი ქონათ უკვე და ეხა მოგეიცოდებელზე ყველაზე კარგად თქო რომ ამიცოდა იმისთვის რა მოსალოდნელია და ასედა. შეიძლება დაგეგმილეს არ ქონდა ეგენი და გააკეთა, იქცნო გააკეთა რა პრობლემა. შეიძლება ხა რომ ამ შემთხვევაში მე რო დავუშვებ რომას ადგილზე ყოფილიყავდა ეგრე წინა ჭუბი გამოსვლება რომ ქონდა ვიჩხუბებდი ისე დავუშვათ 3 რაუნდიან პირველი 2 რაუნდი ვეჭველი დგომში ვიქნებოდი რომ არ დამეხარჯა ენერგია ჭიდაობაში და ბოლო 3 რაუნდი ვიჭიდავებდი და ანუ თუ გამიჭირდებოდა ძალიან დგომში მაგრამ ძალიან ახლო ბრძოლა იყო და უბრალოდ მე მინდოდა ის რომანის პარტერის ნახვა. პარტერში რო ჩუბოს მე მომწონს რა მის ტოპის პარტერი და მინდოდა რომ მენაც და დავამთავრებ და სანამ გიოს გადავცემ სიტყვას უცებ დავამთავრებ კიდე ენერგია ამ ბრძოლაში გჭირდებოდა მაგას ძალიან საკრალურად, იმიტომ რომ 5 რაუნდიანი ჩხუბი იყო, მძიმე ჩხუბი იყო, ვიცოდით რომ იქნებოდა და უბრალოდ მაგ X kicks ძალიან დიდი ენერგია მიაქვს ამ ხელა კაცი რომ ამ ხელა სიმაღლეზე ფეხს წეროს, გამიგე, ეს არაა ცოტა ენერგია რა. ჯერ ფეხის მოქნევას რამდენი ენერგია უნდა და მე ამ ხელაზე ხოლაზე. და მაგიტო ვიძახი, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცოტა ვერ ჩავშვი ვერსად თქო რა. თორემ მთლიანობაში პროგრესი დავინახე და ტაშის დაუკარი და გამიხარდა და ვინერული კიდევაც, მაგრამ უბრალოდ ეს X kick-ი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ ჩავსვი ვერსად ლოგიკურად. დანარჩენი კაი იყო, ყველაფერი იყო წინსვლები და ძალიან მაგარი იყო იდაყვები, ჰუკები. კი შეცდომებიც იყო, რა თქმა უნდა, ბრძოლა შეცდომები იქნება სულ, მაგრამ
ფლიანობაში კმაყოფილი ვარ. კი, დამაკდა მეც გრეპლინგი ბაზარი არა, გეთანხმებით, მინდოდა რაღაცების ნახო, მაგრამ ნუ მოგება და უნდა მე მაგაზე ძალიან იმიტომ მინდოდა რომ გრეპლინგი მენახა რომ აა ჭირდებოდა ან რა, ანუ ჩვეულებრივად ხეთგომშიც დაამარცხა. იმდენად მაგრად გამოსდის, რომ მინდოდა რომ მენახა რა მაგის გრეპლინგი რა. ხო, საჭიროება, ახლა თვითონ უკეთ არისო, ესე იგი არ იყო საჭიროება. ესე უნდა დაემართა ბრძოლა, მაგრამ იმდენად მაგარი არის. ნო. კი, ეგეცა. უფრო მეცი ამონვასი. მაგრამ ის მოყევი იქემზე. თუნიაჯი მაგჭერს. სა. როიყო. აჰა, ხო. აი, სხვაშორ წერან დასვი შენ კითხვა და ახლა გამახსენია. ჯა მე და ამირანი ვიყავით ექსტრემში სასპარინგი, ანუ ამირანს მასპარინგი და მე გავხერდი. ნიქსიკთან. ხო და რომანიც მანდიყო და რო ჭიდაობდა, ყველა პოზიციიდან ჭიმავდა ფეხის ბალეურის. ყველა სტრიკლენსას ან ყველას ის ყველა მოჩუბრები ვინც არიან, ყველას ან ნებისმიერი სახის აზრობდა რა. ნებისმიერი პოზიციიდან ფეხის ბალეურის ჭიმავდა. ან მაგრამ იცის. ხო და მე მაგიტომ მინდოდა რომ ან ცოდნე რო არის მაგის, აი ხო ხტები მაგიტომ მინდოდა, თორე ჩხუბი ძალიან მაგარი იყო რა. ძალიან საინტერესო იქნებოდა. ის იყო რაც UFC-ს ჭირდებოდა რა და რაც მისთვის მე პირადად შეიყვანს. ხო, თან ახლა მოიგო დგომში, გაიგე ჩხუბი და ვერ ეთქვი ვერაფერს, ხო? კიკბოქსში მოიგო. როგორი კამბექი გააკეთა იქ მარტივი არ მაგარი. რო ერთ რაღაცას ვისურვებდი მე, აი ჯონ დენეჰერთან რო იმუშაოს რომამ ცოტა ხანი, საინტერესო იქნება რა შედეგს გამოიღებს. აი მაინტერესებს, საინტერესო იქნება რა შედეგს გამოიღებს. მართლა იმიტომ რომ დენეჰერი არის, აი რაღაცნაირ ჯადოქარია ტიპი, თითქოს სახარებას გიკითხავს რომ ლაპარაკობს, ისე უსმენ მონოსხული რა, მაგარი ტიპია ძალიან და ლეგლოქების სისტემა აქვს და რომას ლეგლოქების ტალანტი რომ მაგას შეხვდეს და ნაზავი რომ მოხდეს რაღაცა შეიძლება. სხვა სტილით მიხავს თავში ჩხუბიდან. არა, იმას შეუძლია და ახლა რაღაცის რატო იცი? უყურე ლეგლოქის გაკეთება ჩხუბში რთულია. ხო იცით ახლა იქ. და დენეჰერი რაღაცნაირად ისე აკეთებს, რომ ახერხებს, გასწავლის, გაჩვენებს, რომ რანაირად უნდა გამოიყენო ლეგლოქები MMA-ში რა. აი, ძალიან მაგარია მაგაში. და მაგიტო ვიზახი რა. სპეცია, მაგის მოგონილია სისტემა ლეგლოქების აბსოლუტურად დენეჰერის რა და მაგიტო ვიზახი რა. 3, 2, 1, 0, and lift off. იო, შეგიძლია შენია ბურთი და მოედანის მაო. ბიჭო, არა, რისი თქმა მინდოდა, იცი რომ მე მგონია რომ რომას აქვს ძალიან დიდი pride. ანუ სიამაყე, აი რო დაუდგე და აი მუშტი გაუტარო, იგივეს დაგიბრუნებს, ოღონდ ბევრად უფრო მტკივნეობს რა. ცხელი გულიანი არის რა და ცხელთავიანი. ოღონდ ცუდი გაგებით არ არა, რა თქმა უნდა რა. ხა ყველა მიცით რომ grappling-ის მასტერი არის ხო, მაგრამ არ იხმარა ხო საერთოდ. სანამ აი გაიხსენეს რა ჯეკ ჰერმანსონთან ქონდა ყველაზე დიდი ერთ-ერთი grappling-ის მომენტი, რომელიც calf slicer-ით დაამთავრა, ხო გახსოვთ და ეგ საიდან მოხდა? ჯერ ჯეკ ჰერმანსონმა ჩაიყვანა რა, ხო გახსოვს? ანუ პირიქით ვინც გამოიწვია, იმაში გააგრძელა. ხო გესმის, ანუ თუ გამოიწვევ, იმაში პასუხობს რა. თვითონ ინიციატივას არ შეცვლის რა, დგას და he's ready to bang bro. You know what I mean? ანუაშოვის კაი story შეხედულება. არა მიფიქრია მაგრამ. მართლა რაღაც პონსი ეგეთი ტიპია. კი, მინა ეგეთი, აი ჯინზე არის რა, ჯინზე. თვითონ ინიციატივას ახლა ბიჭო რო დაუკვირდე ხო არა აქვს რომას ჩაყვანის რაღაცა განსაკუთრებული, ანუ რომას ძალიან დიდი ძლიერი მხარე არ არის ჭიდაობა და გადაყვანის ტექნიკა არ არის მაგის ძლიერი მხარე. მაგის ძლიერი მხარე არის ხუმბარისებული მარჯვენა ხელი, ძლიერი დარტყმები ზოგადად და უკვე პარტერში როცა არის, მერე უკვე გრეპლინგი, ტრანზიშენები და ბალევოები რა, ესე რომ ვთქვათ უხეშად. თვითონ როგორც ესეთი
როგორც მერაბს აქვს მაგალითად გადაყვანის ტაიმინგი, როგორც მაგალითად ხაბიბს რო ქონდა ტექნიკა გადაყვანის, აი chain wrestling-ი ერთი single leg-დან double leg-ზე გადასვლა, მე ის ან თუნდაც ისლამს რო გადაყვანის ტექნიკა, ეგეთი რაღაცები, აი არა რომა სტილი და ეხლა მაგას ამ ხელაკას ვერ მოვთხოვთ ეხლა თავიდან გადააწყოს თავისი სტილი და რაღაცა, მაგრამ კი გიორ რასაც იძახის, ანუ თვითონ თუ ჩაიყვანა ვიღაცამ და ინიციატორი გახდა გრეპლინგის, მე სხვათა შორის რომას ვესაუბრე და არ ვიცი ახლა ამის დატოვება ღირს თუ არა, მაგრამ მითხრა კიდევაც მე ჩიმაევთან რო ვითხოვო ჭუბსო ვიძახიო ყოველთვისო რა. მე ყოველთვის ვიძახიო რომ ჩიმაევი მე ჩამიყვანსო, მაგრამ ვეღარ ადგებაო მე რა. და საინტერესოა აი, ძალიან. რომი გაჭიმული წავს ჩიმაევ დარბაზში. ნუ წყაროების მიხედვით ხო, მაგრამ მე არც ვადასტურებ და არც უარყოფ. მეც მას ვიცი რომ დარბაზში ნავარჯიშები აქვს და ფეხს ავს გაჭიმული თვალს. არც ვადასტურებ და არც უარყოფ ჩვენ. რომ არის დღეს ტოპ 10-ში რა, ჩათვალე რამდენი წელია უკვე რომ ანუ ტოპ 10-ში არის რა. ისეთი სიტუაცია არის რა, ანუ middleweight division-ში რომ ანუ რთული არის რომ მიხვიდე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კონტენდერი არის თვითონ როგორც თქვა რა და გამოიძახა ადესანია და ვიტიკერი რა. და მანამდე ვახსენე რომ კაიო ბორაიო მეთქი თუ გახსოვთ რა, თუ რომი შენთან თქვი? ხო, ჩემთან თქვი კი. ხო და იცი რა ვთქვი რომ დღესდღეობით კაიო ბორაიოს დამარცხება უფრო ბევრს ნიშნავს ვიდრე ადესანიას დამარცხება მეთქი რა და ანუ თქვენ რას ფიქრობთ მეთანხმებით თუ ადესანი მეც უფრო დიდი სახელია რა. მე ახლა ადესანიას უფრო ვისურვებ და ჩემი აზრით უკეთესი მოწინააღმდეგეა. ანუ რომანისთვის მარტივი მოსაგები იქნება. მარტივი არ იქნება ხა იასნე, მაგრამ ანუ კარგი ბრძოლა იქნება რა. თუ ჭიდაობას ჩართავს, გაცილებით მარტივად მოუპირს. კი, მაგრამ ადესანია აღარ არის ბუგიმენ რა. He's not a boogeyman, man. You know what I mean? ბუგიმენ. მენტალურადაც გატეხილია, ეგეც არის. ანუ დიდი სახელიცაა ძალიან. ხო რა, მე მაგალითად უფრო გამისწორდებოდა ადესანიასთან რომ. ადესანია სულ 40 წელს იყოს. მაინც ადესანია. სამ გომში დაუდგები, ყოველთვის აქვს შანსი. კი, ბადავია. გაუმიცე და ჩაიყვან. მარტივად მოვოგებ, მაგრამ თუ დაუდგები. ამ ჩაყვანას ახლა მარტივი არ არის ამ. ეს ეგეც უნდა თქვა. მაიცა. გომში ადესანია ბოდიში, ადესანიას ჩაყვანა მარტივი არაა კედელთან. ძალიან მაგრამ მუშაობს კედელთან, მაგრამ მოედნის ცენტრი მოედანს რატო დავიჩემი მოედანი დღეს? ოქტაგონის ცენტრში, აი ბლახოვიშთან ჩხუბი რო გავიხსენოთ მაგალითად, ძალიან მარტივად გადაიყვანა ცენტრში. კედელი თუ არ აქვს, უკან ვეღარ აჩერებს ტეიქდაუნს რა. კედელთან მაგარია კი, ბაზარი არა. იცის. просто ну кай იქნებოდა რა, ну ხა რეზიუმეში ადესანია რა თქმა უნდა. მე ისიც თქვი, ბარემ ერთი რევანშს მეორეს მიეყოლებია თქო და იმამოვი გამოეძახა თქო რა. ეგ მაგარია, ძალიან მაგარია, კი. ხო, მაგრამ არ მომია ხა იმამოვის ჩხუბი ეგ გამოვიდეს, იმიტომ რომ ხა იმამოვი ალბათობით კამარზე იჩხუბებს რა, უკან დახევას არ მოიგა. რა ხამზატი შეხვდება. ხამზატი არის შემდეგი რა. ხო ეგრე არის ხამზატი შემდეგი. ხამზატიან ადესანი, ხამზატი რაღაც გონია რომ არ ეჩხუბება. არა, მე ვიძახი რომ კამარზე შემდეგი ხამზატია, რომაზე არ ვიძახი. ანუ შემდეგი დუპლასი და ხამზატი იქნება კამარზე, ხო? აბა მინდა ის ხამზატ ბოლოს როდის იჩხუბა, რეალურად არ ეკუთვნის. ხამზატმა დაამარცხა რობერტ ვიტიკერი და შემდეგი უეჭველი ხამზატი არის და დუპლასი. ალბათ 3 თუ 2 თვის. შარშანი ჩხუბა მაგანი ჩხუბა. კაი ხოპურიას ხარჯზე იჩხუბა. ხო. კი, აი ხან გავიდა მაგის მერე, ხო? კი, ეგრე. აქ რო ვიყავით, ბექამ ოქტომბერში. ბექამ რო იჩხუბა, მეორე დღეს ერთად უყურეს მაგის ჩხუბს, არ გახსოვს? ოქტომბერში ხოპურიას ილიას თუ მაჩხუბი აქვს, მაშინ დიდი ალბათობით ეგრე იქნება. ხო და ჩემი აზრით ახლა რომ ყველაზე ცხელი სახელები რა middleweight-ში არიან ზუსტად კაიო ბორაიო ხოაზე ხარ რა. ეგ არ ვიცი. ვინა ეგ? კაიო რაო? ბიჭო, აი ეს რა ფაიტერი ვარი. უეჭველი იცი ზუიად. ეგენი, კაროჩე არიან ისა fighting nerds. ბრაზილიელები fighting nerds. Fighting nerds სათვალები რო უკეთია. ხო, ვიცი რომ ძალიან მაგარია. დიო. ხო.
მითხარი კიდე სახელი გვარ, კაიო, პაიო? ბორაიო. ბოჰაიო ქვია. ბორაიო. ხო, კაიო ბორაიო. ბიჭო, შენ რასაც იძახი ხა, ხო, ეგ არის ყველაზე დიდი რისკი, ყველაზე ნაკლები, იმით რა ქვია, დაჯილდოებით რა, ანუ მოგების შემთხვევაში კი, მაგარი მოჩხუბარია, მაგრამ არაფერი ისეთი სახელი არაა ადესანიასთან შედარებით და წაგების შემთხვევაში ვიცი ვიდეცამო, ხო, კი, ეგენი გურამთან იყვნენ ჩასული. მაგარი არის. გურამთან იყვნენ ისა შვედეთში ჩასული ადრე. კაიო და გურამთან ჯიგრულად არიან რა. ანუ მე ამ შემთხვევაში რომ იმას რომის დავეთანხმები, იმიტომ რომ ახლა მაგარი მოჩხუბარი არის, მაგრამ დიდი სახელი არა აქვს რა. დიდი სახელი არა აქვს და ანუ რა მაგას ბევრად ჯობია ვიტაკერის, ადესანიას და ხამზატის. ბიჭო, ლევან, ეს მოსდამე. თავ შუბზე მიადე მაგას ხელი სიცხე ხო არა აქვს, რას მეთანხმება, მაგ ხო არაფრენს ჩემი. პარამეტრი არ შეიფერო, არ შეცვალე შენი აზრი მაშინ. რა პონჩი მეთანხმები, ზიგო, რა გჭირს ძმა? ხო ხარ კარგად. მე შენ რომ ესა რომიმ ლევანამ ყველამ თქვათ ვინ უნდა იყოს შემდეგი ყველაზე კაი ვარიანტი დოლიძისთვის რა და всё ეგ არის რა ჩემი აზრით ჩვენ თუ ვიტყვით ეგრე იქნება უეჭვენი შეიძლება რა ეხა 4 კაცი ვარ და რომელიღაცა ხო დაემთხოვა ადესანია რა თქმა უნდა ყველაზე თუ გამოვა ეგ ჩხუბი ადესანია იქნება გადასარევი ვარიანტი ვიტაკერიც არაა ცუდი ვარიანტი არა რა თქმა უნდა ბაზარი არა ადესანია მე მგონია რომ უფრო მარტივი იქნება იმიტომ რომ ბევრად სტილისტურად ხო სტილისტურად ბევრად დიდი სხვაობა იქნება პარტერში დრო ჩაიყვანს და ვიტაკერთან იგივე თემა იქნება რაც ვეტორისთან რა ოღონდ ერთი სტილია ადესანია სტრაიკინგი არის აი აქ ყველაზე მაღლა დივიზიონში გამიგე ტექნიკურად და გამოცდილებით და კლასით ვიტაკერის არის ოდნავ ქვემოთ მაგაზე მაგრამ ადესანიას გრეპლინგი არის აი აქ და ვიტაკერის გრეპლინგიც აქაა ყველაფერი აქ აქვს რა ხო და ამიტომ სტილისტურად რომასთვის ჯობია ადესანია ბაზარი არა და თან ხა ახლა სახელია რა ბაზარია მეც ვისურვებდი ადესანია იდე დამეთანხმდები ბიჭი მე მგონი ეს ვერაა კარგად რა მე მგონი მოგენატრე ამდენი ხანია რომ ასე შორს რო ხარ და უფრო შორს ხარ მით უფრო ტყბები ხო იცი მით უფრო მიყვარს ოცნება შენია ეს და შორს რო ხარ გენატრები და სენტიმენტალურად მეკცევი და ცოტა შეგუება მიჭირს ძმაო მე ამაზე ამ ყველაფერზე რა you little weird man თორე weird little man you little strange man little strange man ბიჭო არ შეიფერო ეხლა მე გავსით ის არის ყურე და წყალნაბირის ხარ ლეო შენ როდის მიდიხარ გერმანიაში აპრილის ბოლოს რომელი ორგანიზაცია არის ანუ შენ რო თავიდან დაიწყე გერმანიაში რო ქონდა ბრძოლები იგივე ორგანიზაცია არის სადაც ეხა არა ის ორგანიზაცია ახალი ორგანიზაცია მაგრამ რა დიდი ისტორიის ქონდა რა რამდენიმე ივენთი აქვს ჩატარებული და რამდენ კაი ორგანიზაცია რა კარგად აკეთებენ შოუს კაი შოუს ჩუბრები ყავთ კარგად იხდიან და კაი ვარიანტია რა ზუსტად როდის არის ლეო შენი შემდეგი ბრძოლის ისა თარიღი 24 მაისს 24 მაისს 24 მაისს ხო და პირდაპირ კამარზე არის ხო რა თქმა უნდა ხო აბარა ეგ მესმის და ოპონენტზე რა სიტყვი როგორ დააფასებ ჯერ არ მყავს ოპონენტი არა ბიჭო რთული არა ბევრი არ თანხდება რა ჩხუბს და მარტივი არა მაგრამ დროა მაინც იქამდე 2.5 და ხო ანუ შენ ახლა ლეო რეალურად უნდა თქვა რა რომი რა ლეო არის ევოლუცია გერმანული MMA-ის დღესდღეობით რა იმინა ეგრე გერმანული საერთოდ ბიჭო because it's happening in Germany bro ეგრე უნდა გაცნობს მასე უნდა იყოს ეგრე ბიჭო მე no bro ეხა ვერ გაიგეთ რა პონჩიტო მე გავიგე გიოშენ ძმობას ვიცავ მე რას გულისხმობდი იცი ანუ შენ ეხლა რომ მაგ ორგანიზაციაში მიდიხარ ეგ არის გერმანიისთვის მოგება ძმაო გერმანულ MMA-ისთვის მოგება მაგ კუთხით ბაზარია მაგიტომ არის ეგ ევოლუცია გერმანული MMA-ის და პატივს კი ეხა
რო დაანონსდა ბრძოლებით, ჩემი მანდ ბრძოლა ძალიან ბევრი მებრძოლი წერს საქართველოსდან მარენკოს რომ ჩვენ ჩუბელი გავკეთეთ და რაღაცა რა დღეს ვერ ლაპარაკე და რა პრობლემაა ახლა თუ მოისურვოს და დაჭირდება და რაღაც მაგასაც იზავს. და თან ორგანიზაციისთვის კი ძალიან მაგარი იქნება. ეხა ისი არის თემა დალაგებული, რომ UFC-ს რო საუბრე, თვითონ გამჭირდება რომ UFC-ში შევიდე. და მაგ ორგანიზაციის ქამოს რომ მოვიდო ღმერთის წყალობით, შემდეგი ბრძოლა მე UFC-ში იქნება 99%. 1% არაორდინალური რაღაცები რო ხდება ხოლმე. ამ ორგანიზაციისთვის ძალიან მაგარი იქნება, წარმოიდგინე შენ ჩემპიონი UFC-ში გადადის. ნუ ერთი ორას დის უკვე იმას ნახტომია და პრესტიჟულია ძალიან და ხო და ძალიან მაგარია ზუსტად ეგლეო, იმიტომ რომ შენ მაქედან დაიწყე ნაბიჯები საქართველოს ნახო, მან წახვდი ჯერ გერმანიაში. და ეხლა ამ ხელა გამოცდილების მერე ისევ მან ბრუნდები და პირიქით მაგათ აძლევ იმ გაშუქებას, რაც შენ გამოიარე რა და უბრუნებ და ეგ არის პოეზია და მაგას გულისხმობ რა. რაღაცნაირად წრე შეიკრა რა, ამითი რა. აუ, აღარ მეთანხმება ეს ნახე, ზის რა იმასა. წრენა მე და ჩეკარი. ბიჭო, ზვიად. მაქედან Listen, წრე შეიკრავ და წრე რა. აბა, ამან პოეზიაო და ვერ გავიგე, ჩემ აწრემ რა დააშავა მაგის დედამატირე რა. კაცმა კარგად ახსნა და სწორად მოდი რა. ზიად ისე ვილაპარაკოთ, მეუნები რომ ერთ ადგილს ვკეპნით და ერთ ადგილზე დავდივარ, მაგას გეუნები? არა, ანუ ეხა ოისა უკან როგორც ხატია ისა მზე და პლანეტები. არა, არა, ხა სიდებილეს რო იტყვის. არა, მე ზვიად შენთან გადმოვდივარ რა, მაგრამ მაინტერესებს რა. ის არ შემარგო რაღაცა ორი სიტყვა რომ მითხრა გემრიელად არ შემარგო, ეხა გადავიდა თავის ბურზე რა. Who bro? You mean ზვიად, right? ის შენი ძმაკაცი, მწერებიან ლეონიდეს. აჰა, ეხა მაინც თქვა რომ ჩემი ძმაკაცი ხარ. აჰა, now I feel. ზვიად შენ ჩემი ძმაკაცი ხარ ძმაო რა. აბა ზვიად ესა Romy is cool bro. He's okay man, forget about him. I'm okay. ახან რომი თქვა რომ ჩემი ძმაკაცი ხარ ძმაო, ლეო შენზეც და ზვიადზე. სხვა ყველაფერი ფეხებზე მკიდია, უბრალოდ ზიკო GFL-ზე რა ხდება? არის თუ არა მართლა ეს ორგანიზაცია და არსებობს თუ არა ეგ ორგანიზაცია მართლა თუ გვატყობენ? კი არსებობს და პირველი ივენთი ჩატარდება მაისში. და მე ყოველთვე ჩაატარებენ ორ ივენტს, ანუ მაისში თუ ივნისში? მაისში. პირველი ივენთია მაისში და მეორე ივენთია ივნისში. და ისა რა ქვია, ყოველთვე ჩატარდება ორი ივენთი რა, ორ დღიანი შოუ იქნება. კონტრაქტში ეგრე წერია რა და ანუ გადამული როგორც რაღაც სერია, ხო? ხო, ანუ ორი ივენთი იქნა, ანუ საბათი კვირა მაგალითად, ანუ ტურნამენტის პონჩი გამოდის რა. ხო, ორდღიანი ივენთი იქნება და ყოველთვე ჩაატარებენ და მოჩხუბრები კიდე ყოველ მეორე თვეს იჩხუბებენ რა. და ზვიად შენ მან გამოდიხარ ოფიციალურად? კი, მე ნიუ-იორკის გუნდში ვარ, ლიანა ჯოჯუაც ჩვენთან ერთადაა, ნიუ-იორკის გუნდში. ხო და ერთად მოგვიწევს ბრძოლა რა. მაგრამ ახლა თარიღები და რაღაცები ჯერ ბოლომდე მაინც არ არიან ჩამოყალიბებული მოწინააღმდეგეებზეც, ანუ არ ვიცი ახლა მაგ პირველად კეთდება ასეთი შოუ ქალაქზე რაღაც გუნდური სისტემით MMA და ამიტომ ანუ შეიძლება რაღაც ტექნიკური ხალხი რეილონგო არის ზვიად? ხო, ანუ ეგეც ახლა ანუ სისტემურად ანუ როგორ გააკეთებენ არ ვიცი რა, იმიტომ რომ ხა მე რეილონგოს ვიცნობ, კაი მწვრთნელი, მაგრამ არასდროს არ ვიმუშავია ერთად და ანუ რა როლს შეასრულებს, როგორ შეასრულებს, ან რა როგორ იქნება, მეც არ ვიცი ჯერ რა. ახალი პლატფორმაა ჯერ რა. ახალი პლატფორმა და ნახოთ რა სიზავენ რა, როგორ რას გააკეთებ. თორე ახლა დარწმუნებული ვარ სხვა მებრძოლებიც ვინც არიან ესე უცხო ტრენერთან ერთად რომელთანაც არ აქვს ნამუშევარი, ახლა ასე მარტივად არ იჩხუბებენ. არა, ეს შეიძლება დამხმარე ტრენერთან დამხმარე მწვრთნელად იყოს. არა, კუთხეში სამი კაცი ყავს, ერთ-ერთი რეი იქნება და დაგვრჩენს. და ეგრე იქნება. ლეონ, გამოიწე ცოტა მარჯვნივ არ ჩანხარ ძმა. ეხლა?
ეხლა კი ბიჭო შეიძლება ეს სიმბოლურად გააკეთეს გაიგე მწვრთნელების თემა რა. ჩემი აზრით უფრო როგორ რაღაცა იცი, ეს მწვრთნელი, მენეჯერი და რაღაც ეგეთ რაღაცები რო გააკეთეს, უბრალოდ ამ დიდ სახელებს და ცნობილ სახელებს უწევენ, რომ ანუ უფრო მარკეტინგის მხრივ რა უფრო გაზარდონ და უცებ რაღაც ხმაური გამოიწვიონ რა და სიმართლე ძალიან მაინტერესებს როგორ წარმართავენ რა თვითონ კომპანიას. მე როგორც გავიგე, ერთ-ერთი გუნდი უკვე გაიყიდა რა. ანუ როგორ თუ გაიყიდა? ერთ-ერთი ქალაქი როგორც გუნდი გაიყიდა 20 მილიონად. და კიდე მეორე გუნდის პოტენციური მყიდველიც არის რა, ანუ მენეჯერმა მესაუბრა და ანუ როგორც ჩანს, მაკედანაც ექნება რაღაც შემოსავლები რა, ანუ ყოველ გუნდს თავისი ის ექნება, როგორც ფეხბურთში კლუბებია და ვიღაცა და ანუ სხვა ადამიანები ყიდულობენ და ინტერესებს. როგორც ჩანს, ეგეთ რაღაცას უმიზნებენ კიდე რა. ან კონცეფცია მე მომწონს რა, ძალიან კაი კონცეფცია, უბრალოდ რამდენად გაამართლებს ესეთ ინდივიდუალურ სპორტში გუნდური სისტემა, ეგაა საინტერესო რა. და ზიკო შენ თარიღი გაქვს უკვე თუ ჯერ არის როდის ბრუნდები? ბიჭო, ვისა, კი ვიცი თარიღი, მაგრამ არ ხდება ერთხელ დავამიце შეიცვალა და მე რაღაცა ვითარსები თუ რა არ ვიცი და არაფერს არ ვამბობ. სანამ თვითონ არ იქნება არიზავენ, მე არაფერს აღარ ვამბობ. მაგრამ უეჭველი GFL-ია ზუია? უეჭველი GFL-ში უნდა იყოს? ხო, აბა კონტრაქტი მოწერილი მაქვს ხელი უკვე და ანუ არაფერს ვერ ვიზამ. ერთი წელი მინიმუმ. ბიჭო, ძალიან ბევრი ელოდება შენს დაბრუნებას, მაგრამ ჩემნაირად არავინ რა. აი მარტო ლევანი და აგერ ძმაო, აი რომი რა. 3 წელი ფაქტიურად ძალიან დიდი ჩავარდი. 3 წელზე მეტი. 22-ში ვიჩქარა რა. მარტია ხო 3 წელიწად და 5 თვე. ძალიან საინტერესო რაღაცეები ხდება რა და ბიჭებო უნდა კითხოთ რა და მინდა აი ამჟამად რომიდან დავიწყეთ. რას ფიქრობ ეხა დეინა ვაითის კომბინაციას იმასთან რა ქვია Turk რო არის ისა ბოქსინგის ის რო გააკეთე. ხო რა. ანუ რა ქვია იმას Turk Ali თუ რაღაც რო არის რა. Turkey ხო Shah Turkey რა. ხო რა და ანუ ოფიციალურად დეინასთან არ ვიცი რა ლეგითხრა არ ვიცი რა ვთქვა თუ ისე დაიწყებენ ფულის გადახდას როგორც UFC-ში იხდიან აი გონდა მეთქვა რომ დარწმუნებული ვარ რომ დიდი კრახით დაამთავრებენ ეს ერთი და მეორე ისიც ვას კომენტარი მოვისმინე რომ დანა ვაიტი UFC-ს მოჩხუბრებს არ მიცემს უფლებას რომ ბოქსში იჩხუბონო რა ანუ ეგ მაგასაც როგორ გააკონტროლებენ ეგეც არ ვიცი იმიტომ რომ რატომაც არა მე მაგალითად სიამოვნებით ვიხილავდი ზოგი UFC-ს მოჩხუბარს მე ლევანი ჩოხელის სპარინგი მაგ ნანახი ბევრი ბოქსიორი ყავს მე მაგალითად მომწონს ეგეთი აკეცები ეს მაგალითად და იმედია თუ გააკეთებს ანუ რაღაცა გააკეთდა ხვდები რაღაცა გააკეთდა უკვე გაიარეს როგორც დროჭირდება გამიჩნდეს რაღაცა ჩემი ასტრაფშე თუ ამან ისე გააკეთა რომ ბოქსის ინდუსტრიას დაძირა როგორც PFL-მა დაუშვა ბელატორი დაძირა და მე ისე მონოპოლია გააკეთა და არ ბოქსის მოდი შევთანხმდეთ ერთ რაღაცაზე რომ PFL-ი ბელატორს და ბელატორი PFL-ს არ დაუძირია MMA-ის ინდუსტრიას UFC-ს გარეთ რაც ხდება ყველაფერს ძირავს UFC დღეს კი ეგეც ამ თემაზე გვაქვს ნალაპარაკები მილიონჯერ ახლა UFC-ის მე რა იმით ვამბობ მისი ბრალია როგორა მაგას ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს ფაქტი ისა რომ PFL-მა შეისყიდა ბელატორი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაცია და ამდენი მოჩხუბარი შემოსვა თაროზე ვთქვათ და დღესდღეობით ერთი დიდი ორგანიზაციით ნაკლებია და ძალიან ცუდია მოჩხუბრებისთვის. როგორი იყო იცი? ბოქს ფანაირი პლატფორმა. ხო და ეს იძახის, რა ქვია, დანა ვაიტი იძახის, რომ აღარ იქნება თუ მოახერხა რომ დაძირა ისინი, ხო? ანუ არ მომწონსო რომ ასე სხვადასხვა ორგანიზაციებია, ამდენ ჩემპიონია. რამდენი მეათეული წელი არის MMA. ბოქსი არის საუკუნოვანზე მეტი არის. ბოქსი უფრო დიდი ისტორია აქვს ვიდრე MMA-ს. და ბოქსის ორგანიზაციები ყველას თავიანთ მებრძოლებს დიან და თავიანთ სტარებს ქმნიან.
ვერ დაძირავენ ახლა. თან განსხვავება რა არის? იცი კიდე ფანერდა ზიგო. ხოლმე. დეინა რომ მოვიდა MMA-ში, Money talks, bro. UFC-ს კონკურენციას გაუწევს Money და talks, bro. გაუწევს. ხო, ვერ გაუწია, მე და იდებილის რა. არა, ხო ნახე. ძალიან მაგარი ის ხო. არა, ეს მაგას რო იძახდია, რატო არ განიხილე მაშინ რომ იდებილებდნენ? რას? შენ ხო გეგონა რომ PFL-ი ბელატორის კონკურენცია UFC კონკურენციას გაუწევდა? კი, მე ხო და მე ხო გეუბნებოდი არა თქო. ანუ რაღაცები. არა, მე მეგონა, იმიტომ რომ მეთქი ამ ბელატორს აითვისებენ თქო. და ისეთივე დიდი გახდებიან, როგორც UFC და არ გახდნენ. ეგ ის არ არის რა, ისა სხვა და დიდი გახდეს რა. ხატო. ვიცი, თავიდან პრაიდი რო იყო, ან თუნდაც UFC რო არა გაკოტრების ძირას იყო, სწორი კაცი რომ მოვიდა სათავეში და სწორად წაიყვანა კომპანიისთვის, რამდენად მოჩხურებისთვის კიდე სხვა თემა. ხო, მაგრამ ეგ მოიყვანა. სხვა რაღაცები ვიქნა, უბრალოდ strike force-დან გადაიყვანა, იქიდან მოჩხურები, ხო? შეისყიდა, ხო? და მოჩხურები გადაიყვანა. შეჭამა პრაიდიც და ის რა ქვია strike force. პრაიდი იყო უდიდესი. ხო, მაგრამ თუ გინდა გეტყვით, ასუხებს ყველაფერზე, ახლა რაც თქვენ ილაპარაკეთ, ყველაფერზე რა. დავაი, მეთქი. ერთი პრაიდი კი იმ დროს UFC-ზე დიდი იყო. UFC ამერიკაშიც კი არ იყო ყველაზე დიდი ორგანიზაცია მაშინ და ზოგადად ამერიკაში MMA არ იყო ისეთი. მაგრამ პრაიდი იყო ფუნდამენტალურად არასწორად აშენებული. მაფიის და იაკუძას ხელში იყო და პრაიდი რო შეისყიდა UFC-მ, ფაქტურად შეისყიდეს ბიბლიოთეკა. მეტი არაფერი, კონტრაქტები ყალბი იყო, არანამდვილი იყო და ყველაფერი აბსოლუტურად იყო ყალბი. ქეშით უხდიდნენ, ჩემოდნებით შედიოდნენ და ქეშით უხდიდნენ ფულს მაფიოზები მოჭყურებს რა. ამიტომ პრაიდი დროებითი იყო, გამიგე? თავიდანვე გასაგები იყო, რომ დროებითი ორგანიზაცია იყო. უბრალოდ რაც შეეძლოთ მოხვეტეს დიდი ბიბლიოთეკა შექმნეს, ისტორია შექმნეს და წავიდნენ. მიაგდეს მე მიუგდეს UFC-ს ეს მოჭყურები და წავიდნენ. UFC მაგი რომ მოხდა დეინამ არასდროს იაპონელებთან და იაკუძასთან საქმეს აღარ დავიჭერო იზახდა. მაგრამ ამ დროს უკვე UFC ძლიერი იყო და მე ნელ-ნელა ეტაპობრივად უკვე სხვა კომპეტიშენი რაც იყო ამერიკაში და სხვაგან სოფლიოში ნელ-ნელა უკვე შეისყიდა და დაძირა და გახდა მონოპოლია რა. მაგრამ ლეონმა როგორც თქვა რა, ბოქსი მხოლოდ ისტორია და კულტურა აქვს. ერთი დეინა რომ მოვიდა MMA-ში, ამერიკაში ყოველ შემთხვევაში ჩათვალე რომ აი უდაბნოში რომ მიხვალ და ასაშენებელი როა ყველაფერი, ეგეთი სიტუაცია იყო MMA-ში და ამათ დააშენეს მე ყველაფერი თავის გემოზე და მონოპოლია აქვს რა და ბოქსში არაა ეგრე. ბოქსში უკვე საუკუნეებია ტრადიციებია, აბსოლუტურად დიდი სხვა კულტურული ფიგურები ყავს ბოქს, სადაც პრეცედენტებია ისეთი რაც არ მისცემს დეინას თავისი პრაქტიკის გატარების საშუალებას, რასაც UFC-ში აკეთებს, გამიგე? ხო და ამიტომ შენ რას თქვი, პირველი მეც ეგ მომივიდა აზრად და ზუსტად ეგ ზუსტია, თუ ისე გადაიხდის ეგ ბოქსში როგორც UFC-ში იხდის და მასეთ პრინციპზე აპირებს აგებას, მე არ ვიცი რამდენად შეიძლება ეგ. მაგრამ ძლიერია დეინა და გამორიცხული არაფერი არაა რა. ისევ იმდენი რომ გადაუხადოს, ნახევარი ხო არის ბოქსში. ნახევარი მატჩება, ნახევარი პრომოუტერ შეება, ხო? მაგრამ ფასებია დიდი აბსოლუტურად. ანუ უკვე რა ხდება? მაგრამ ნახე ბოლოს ბოქსშიც ძალიან დიდი უსამართლობაა რა. კი, და რა თქმა უნდა, მაგრამ კორუფცია არის უდიდესი. ერთი ჩხუბი ანუ ერთ ივენტზე main event-მა 35 მილიონი წაიღოს და ვიღაცა სხვამ $3,000 და ანუ ინა ჩემი პირადი აზრი, რატო გააკეთა ჩემი აზრით დენა კოლაბორაცია იმ ტიპთან. იმ ტიპს ევასება კომბატ სპორტი, უზარმაზარი ფული აქვს და დენას მაგით შეუძლია ძალიან დიდი ფულის შოვნო. მარტივია. ეგ საკმაოდ კარგი თეორია რა თქმა უნდა. მარტივია და მაგრამ დიდი ფული შოვნოს და მოკლედ ვერ გაიგე ხო ეს ყველაფერს ისტორია აჩვენებს მე. ჩემი აზრით მან იქნება უკვე რა იქნება ერთი გზა რასაც ვხედავ რეალურს ამ წუთას, ანუ ამერიკელ ბოქსიორებს, აი ხა რაიან გარსიას, კროუფორდის და ტანკ დეივისის დონის მოჭყურებს დეინა ვერ აიყვანს დღესდღეობით ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ იმათ ისეთ ჰონორებზე არიან მიჩვეული ისინი ახლა, რომ კი, ეგეთი ბიზნეს მოდელი, არასწორი ბიზნეს მოდელი არის, ანუ ერთ ივენტს ატარებენ, მთლიანად ფული გამოვაქვთ, ინვესტიციას არ აკეთებენ, მიაქვს It's not Dana, bro. It's ერთი წამი და მაგითო არის ეგრე. მაგრამ უკვე რა ხდება დეინას ჩემი აზრით აქვს გეგმაში, აი წამოიყვანოს აი საქართველოსდან, ყაზახისტანიდან, რუსეთიდან, აი ესეთი ქვეყნებიდან წამოიყვანს კაი ბოქსიორებს და მაგათ აჭყურებს და მაგათზე შექმნის და ააშენებს ჩემი აზრით რა. ეგ იქნება მაგის იდეა, იმიტომ რომ ეს ბიჭები
სახში რო ჩხუბობენ კაპიკებზე, აქ ცოტა მეძე იჩხუბებენ და მაინც აშენდება ასე თურქეთი. თავისი ცოცხლი არ იყოფა მაგ ყველაფრის განხორციელებაში. ეგ ეხლა სხვა დეინა საქმეა. and Turk დიდი სახელი ეყოლება. წელიწადში იგივე სიტუაცია რო შეიქმნას, რაც UFC-შია, MMA-შია დღეს, ანუ ისე აქაც თუ მონოპოლია გააკეთა ამ ერთმა კომპანიამ, არ იქნება კაი რა. არ გამოვა ეგრე რა. ღმერთმა უქნას რომ გამოვიდეს, არ გამოვა ნებისმიერ სფეროში მონოპოლია კლავს რა ყველაფერს. რა თქმა უნდა, ეხლა მაგარი და სხვა შორის ამ PFL-ზე წერა ლევან მორთვა, ძალიან დიდი იმედი მქონდა თავიდან რა, იმიტომ რომ მე ხო გითხარი NFL-ი ედგას უკან, NFL-ი საფაქტურად PFL და მაგათ აი უზარმო UFC-ზე და PFL-ზე ერთად აღებული ფული აქვს, ძალიან დიდი ბიუჯეტია. უბრალოდ რატო ასე ვთქვათ, გაიფუჭეს ის ხმაური რა ხმაურითაც დაიწყეს ყველაფერი, ძალიან გამიკვირდა რა, ანუ მაგარი ხმაური გამოიწვიეს თავიდან პირველი პერიოდი რა, ძალიან მაგარი ხმაური გამოიწვიეს და ეხლა ფაქტურად წყალს ჩაყარეს ის ყველაფერი, რაც მაშინ გააკეთა. გინდა გითხრა რატო? გინდა გითხრა პირველი პრობლემა რაშიც არის და საიდანაც იწყება პრობლემა, ჩემი აზრით, არის ის, რომ ბილეთებს ვერ ყიდიან. როცა დარბაზი არ ივსება და ბილეტი რატო არის აყვავების ხანაში ახლა BKFC, იცი? რატო განვითარდა ესე უცებ და მაგრეგორი ჩაირია და ტიპებმა იმენა ამხელა ფილადელფიაში იგლ სტადიონი გაავსეს რა. ესეთი რაღაც არსად არ მინახავს, სადარ ყოფილ ვარ და ესა ერთი ბოქსი ავსებს მაღალი დონის ეგრესე სტადიონებს UFC და BKFC. მეტი ვერც ერთი ორგანიზაცია ვერ საერთოდ არ უკეთებდნენ. მე არასოდეს არ მახსოვს BKFC-ის ფასიც ბილეთის ფასიც ნახე, რამდენ 4ჯერ მაქვს თუ რაღაც, მგონი 7 ზონა ხომ აქვს ჩატარებული ნახევარზე 4 ზონა მაქვს main card-ზე ნაბრძოლი. ეხლა ეს ბოლო ბრძოლა co-main event-ი იყო, ხო? და სავსე იყო. არა, სხვა რამეს ვიცახი. ერთხელ არ მოსულა ბელატორის და PFL-ის მედია, გადამღებები, დარბაზში არ მოსულან ჩემთან, ან საქართველოში არ წავსულათ, რომ გადაგვიღოთ. ან PR-ი არის მოლი. MMA-ში ეხა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი არის Mount, ხო? ეხა ხო ყველა მიცის რა. ეხა მაქენ არ მოვდივარ მეც და საქართველოში წავიდოით ეხა კავკასიის მთებში, რაღაცა ვიდეოს და ან ძალიან მარტივად ხედავ ეხლა მაგას. ერთხელ არ გამოვთქვა სურვილი, რომ ან წავიდეთ საქართველოში, გადავიღოთ შენთან სოფელში ვიდეო, აი საიდან მოდიხარ, ასე შემდეგ და ან ამერიკაში რომ სადაც ვიყავ დარბაზში მოსულიყვნენ და გაიკეთებიან რაღაცა ანუ არ ხარჯავენ მაგაში ფულს და UFC კიდე ადრე უფრო მეტს აკეთებდა და ეხლაც აკეთებდნენ ჩადიან და მაგას რო თავი დავანებოთ ლევან ნახე ეხლა უყურეთ ეხლა ყველა დრამას ქმნიან რა. კი, და მეორეც კიდე ვარსკვლავების შექმნა იციან UFC-ში, იგი როგორ უნდა გააკეთონ ბილდაპი. მოჩხუბლის რა ეტაპზე ვის უნდა აჩხუბონ, როდის, ანაირად, როგორ იციან, ხედავენ წინასწარ ხედვა აქვთ, გაიგე? როდესაც ხედვა არ გაქვს, ძალიან რთულია გაზრდა მაგ დროს რა. UFC-ში რო გადასულიყავი ბელატორის ნაცვლად 23 წასაკში, უფრო ადვილად წახვიდოდი წინ, მიუხედავად იმისა, რომ UFC-ში უფრო რთული ჩხუბებია იდეაში, ხო? ვიდრე ბელატორში, იმიტომ რომ UFC-ში აქვს ხედვა, რომ მიდიხარ, არის ხედვა. ეხლა არავის არ ვაკნინებ მე ამით და პირადად არავის არ ვეხები, მაგრამ უბრალოდ ფაქტებია, ფაქტებს ვიძახი რა. და ეხლა არ მინდა პარალელების მოყვანა, არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, არ მინდა რაღაცების გაკეთება. თუ ვინმეს პრეტენზია ექნება და კითხვები შემილია ცალკე ვესაუბრო, საჯაროდ არ მინდა, მაგრამ ესეა რა. და მე როგორც ვამბობ, ჩემს სიტყვას მე ყოველთვის ავხსნიერ. მე როგორი შთაბეჭდილება დამრჩა, იცი ახლა მაგალითად აქ ბელატორს პრომოუშენს ახლა რო უყურებ როგორ აკეთებდნენ ყველაფერს. თითქოს აი რა სპონსორები წავდათ, მოვალეობას იხდიან, თავის წილს იღებენ და მიდიან. ანუ ის ამბიცია არ აქვთ, რომ ანუ რო არ დაუშვათ პირველები იყვნენ, ანუ UFC-ს აჯობონ, ან რაღაცა ან ეგ ამბიცია არ ქონდათ და პროსტა აი იმას მიყვებოდნენ რა, ანუ მიყვებოდნენ დინებას რა. და ხო იცი როგორც არა, ეგეთ დიდ ორგანიზაციებს სარეკლამოები, ისინი სპონსორები, ყველასთან კონტრაქტები აქვთ. იმ კონტრაქტების მიხედვით ასრულებენ მოვალეობას და თავიანთ წილ თანხას იღებენ და ვсё მიდიან სახლში რა. აი ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა იმაზე რა ქვია ბელატორზე და თუნდაც PFL-ზეც რა. UFC კიდე ცოტა სხვა ანუ ცოტა კი არა გაცილებით სხვაგან, ანუ ძალიან დიდ თანხას ხარჯავს მარკეტინგზე, პრომოუშენზე, ანუ ვაფშე სხვა ლეველია რა. როგორც აი მოჩხუბარი დავუშვათ
ბიჭო, UFC-ს რა თქინდა? ხარ ვაფშე სხვანაირ დამოკიდებულება, ბრენდი, ტანსაცმელი თუნდაც, ზეგო, ჩანთები, დენას მოусმინე, რო ამბოს, აი ძმობას გავიცე, ელემენტარული ხო ჭკვიანი ბიჭი ხარ ხარ, აღარ დენას რო ეკითხებიან სხვა პრომოუშენზე რას პასუხობს ხოლმე, იცი? მე მაგაზე არ ვფიქრობ. ჩემი კონკურენტი არისო, ჩემპიონთა ლიგაო, მსოფლიო ჩემპიონატიო, NFL, ანუ სხვაგანაა ტიპი ვაფშე. სხვაგანაა, არიან. სხვაგანა. კი, მეორე მხრივ პარადოქსია ეხა მაგის ათლეტის იქა კამერის წინ ფულს უაზრებს და რენტი გადაიხადო, რონება როცა ამხელა იმას ეთამაშები, ეგეთი რაღაც დღეში არ უნდა ყავდეს ათლეტი. ეგ კიდე სხვა ცალკე პარადოქსი და უკიდურესობაა, მაგრამ მთლიანობაში ამათან შედარებით რომ მართლა სხვაგანაა, მაგას წყალი არ გაუვა რა. ოდა, ნუ კი, ეგ მომენტი არის. ამას მე ადრეს მაქვს ბევრჯერ ნათქვამი, აქა ხო, ამ კანონის ჩარევის გარეშე აწი UFC-ს დაქვეითება არ მოხდება. ესენი უკვე ისეთ ზონეებზე არიან და ისეთ კანალებზე არიან გასული, ისეთ ხალხთან არიან შეკრული, რომ UFC იქნება UFC სანამ კანონი არ ჩაერევა და არ აიძულებსო კონტრაქტების შეცვალა. სანამ ესე იქნება, ესე გაგრძელდება. ეგ კიდე არ მოხდება. ნუ ეგ კაცმა არის. ამერიკაში ეგ ვერ მოხდება. კომპანია და ვინ ჩაერევა, ვერანაირად ვერ ჩაერევა. აი, სანამ დაგემშვიდობებით ერთი ისა გიო, მე მგონი საინტერესო იქნება ამირანზეც რო ვკითხოთ ბიჭებს, ხო? იმიტომ რომ ამირანის რამდენი ხანია ვეგასშია, გოგოლაძე, სნაიპერი და ველოდებით მაგასთან დაკავშირებითაც სიახლეებს, ხო? ხო და ამირანზე მოგვიყევით. რა შვება, რა ხდება, რა იგეგმება, რა შეგვიძლია რო ვთქვათ, რაც ითქმება ისეთი გითხარით რა. ბიჭო, ვარჯიშობს, ემზადება. ცოტა ვიზის სტატუსის შეცვლის პროცესშია და ანუ ეგ მომენტია მოსაგვარებელი, ეგეც მალე მოგვარდება და ველოდება short notice რა. ამერანი UFC-ში არის დროის საკითხი. დროის თემა. ანუ ჩვენ შეგვიძლია ერთადერთი ის ერთი ფეხი UFC-ში აქვს ასე რომ. ფაქტურად UFC-ში, ხო. просто დროის თემაა, სპეციალ დროის თემაა, სხვაგან არის. ოღონდ დიდ დროის არა. მე თავარია რომ ეხა ეს ვიზის თუ ამერიკის გარეთ ჩატარდება რაღაცა event-ი და შევა ამერიკის ხო, ეხა ძალიან ხვალაურეკონ რომ ოღონდ ამერიკის გარეთ თუ იქნება. ეხა სხვათა შორის ლონდონშია ჭუბი რა, მომდენო კვირაზე უცებ რომ დაჭირდეთ არა გამოიწვული რომ უთხრან რომ გავშინდიო რა. ეს ერთი იეს აზერბაიჯანელმა ბიჭმა თქვა. რო კითხე რა არის შემდეგი არასოდეს თქო, ეხა რაც ლაპარაკი მიდის რომ აზერბაიჯანში უნდა ჩაატარონ UFC მოლაპარაკებებია. უმალო ჭუბი. და ცოტა სხვა თემაა, მაგრამ ამირანზე ვსაუბრობდით და გადავხვდებით ვიცოდი. ხა გამახსენდა. მაგრამ რაზე დაყრდნობით უნდა ჩატარდეს აზერბაიჯანში UFC ხა? ფიზიები უნდა აჩხუბონო. ბიჭო, შეიძლება ინფრასტრუქტურა აქ ახლა ბაქოს რა, მაგის და. ოკეი. ეგეთი რაღაცებია. თუ ახალაში ის და ფორმულას ტრასა აუთ. სხვათა შორის ინფრასტრუქტურა კაის თემას შეეხება, იმიტომ რომ მეც ახლა ვფიქრობ, თქვა რომ ჩატარდეს ჩვენთან რა. სად უნდა ჩაატარონ? ძალიან რა ჩაატარო. პატარაა ძალიან. მაშინ რა პატარას თავიდან Fight Night-ს ან როგორ უნდა ჩაატარო სხვა ქვეყანაში მითხარ Fight Night-ს როგორ ჩაატარო? არა, Fight Night-ი ტარდება სხვა ქვეყანაში, აგერ ლონდონში ტარდება ახლა. ტარდება ლონდონის Fight Night-ი ამერიკულ pay-per-view არის ჩათვალე. ბიჭო, კი, მაგრამ ადრე მე მახსოვს, ადრე შვედეთში ატარებდნენ, სხვადასხვა ქვეყნებში ატარებდნენ ესე პატარა, ანუ შეიძლება რა, ეგ შეიძლება ჩემი აზრით, უბრალოდ საქართველოში pay-per-views არ ჩაატარებენ. შეიძლება ერთია, მაგრამ ანუ ფინანსური თვალსაზრისით არ ამგონია მათთვის მოგებიანი იყოს, როცა Apex-ია. ესმის, იმიტომ რომ Fight Night Apex-ში რო ატარებენ, ფაქტიურად ჩათვალე ხარჯი არაფერი არა. და იმას რო შეხედო ხა ისტორიას, რატომ ატარებენ სხვა ქვეყანაში, ლონდონში ხა ედვარდს აჩხუბებდნენ. სხვაზე ასე. კიდე ბილეთები ავსტრალიაში, 엑სელანდიისკენ მაგათ ატესანია ვიტეკერი და ისინი. მაგრამ ევროპის სხვა ქვეყნებში აჩხუბონ საქართველოში რო ჩაატარონ Fight Night-ი ჩათვალე წაგებაში წავა ის ივენტი. უყურე, აი მეორენაირად შევხედოთ, აბა ეხა უყურე. სხვადასხვა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აქვს ჩატარებული რა. ეხა დასავლეთ ევროპაში მართალია და ჩვენსკენ არა, მაგრამ ადრე თუ გენ დაიწყებენ ხო აღმოსავლეთ ევროპაში ჩატარებას რა, უკრაინა, საქართველოს. ეგ ძალიან შორეული გეგმა და მე ეგ არ მგონია, იმიტომ რომ საქართველოდან 3 საათის საფრენ ადგილზე არის აბუ-დაბი. ბაზარი არა.
ბიჭო, ანუ მე არა მე ინტერესებს მეც ტენს. ესე ვფიქრობ, გაიგე? მაგრამ არ მინდა რომ ისე ძალიან ყველაფერში თქოს გამომდეს პესიმისტობა, გამიგე მე და მე პროსტა მაგიტო გეკითხებით. მეც ანუ ეგრე ვფიქრობ, მინიმუმ ისეთი ალბათ. სტადიონი მქონდეს, რომელიც იფარება. ხო, ფეხბურთის სტადიონი და ჩვენი არც ერთი სტადიონი არც დინამო და არც ბათუმში როა ის იფარა. არა, სტადიონზე არ არც ერთი არ ჩაატარებს იფარება. UFC. სტადიონზე არც არ ჩაუტარებია და ჯერ არც მე მგონი არც აინტერესებს სტადიონზე ჩატარება. ბიჭო, ბათუმი არის ის თემის გარეთ ამბობ. ბათუმის სტადიონი იფარება. არა, სიკო არ მე იფარება. როგორც ვიცი იფარება. მაგრამ ბათუმში არის რაღაც დიდი არენა, ხო თქო ეს? კი, ძალიან არის არენა არის სტადიონი. სტადიონია, მაგრამ არ იფარება ეგ ანუ ბათუმში სულ წვიმს. გამდადნე. აია. ერთადერთი მეც გეთახმები რომ დღესდღეობით ნახა არ ნუ მესვრის ნუ რა ვინ ამის გამო, მაგრამ არ ვარ ჩვენ მზად არანაირად არ ვარ მზად იმისათვის კი, ანუ არანაირად არ ვარ, ხო საქართველოს. არანაირად არ ვარ მზად ჩემი გადმოსახედიდან მე გიგანს კი არ ვიზახებ, მაგრამ მე მინდა მაინც რომ ჩატარდეს და რატომ მინდა იცი, იმიტომ რომ ბევრ ბიჭებს მიეცემათ შანსი ადგილობრივებს ეგ საოცრად ჯერ რა უნდა მოხდეს? მ მინიმუმ ერთ ან ორ ორგანიზაციას ქართულს მიენიჭოს ჯერ UFC Fight Pass. ო და გადავიდნენ მებრძოლები და მე რო კი, ბატონო. გაკეთდება ესეთი ადგილი, მე ჩაატარებ. მაგრამ კი, ეხლა ბატონო. რა აზრი აქ ან რო ჩატარდეს ეხლა რა აღის ბილეთები. რავი იყიდისო ხალხი იძახიან აფთოფულიო და რა ხო იყიდიან, მაგრამ ეხლა $800 ბევრი ვერ გადაიხდის და $500. აი UFC-ის ბილეთები ნაკლები არ არის, მეტი თუ არა ეხლა. მინიმუმ ერთადერთი რა არის ლეონ კიდე იცი დეინა ყვილა არ ლაპარაკობს ხოლმე საერთოდ არ უყვარს შანსი არა ხო ის ზედმეტი რამე წამოსცეს რა და უკვე ორჯერ შეეხო ამ თემას ჯორჯიაში ჩატარებას რა პროსტა ისე რა სხვათა შორის და მე უფრო მაგროდ დავწყვიტე ყურები რომ მეთქი რა ხო, ხდება მაგრამ ნახე, ხო ეგეც სხვა კუთხითაც რაღაცებს იძახის ხოლმე და ფიქრობ ეგეცა და შანსი არის ახლა. შანსი ყველაფრის არის, მაგრამ რაღაცა იქნება. სპორტის სასახლეში 3000 კაცის გამო არ ჩაატარებენ და აი კი. სპორტის სასახლეში ვერ ჩაატარებ, იმიტომ რომ არ არის ის ანუ ოთახები იმდენი ჩემი ანუ არ არის მოწყობილი რომ ის გაკეთდეს. არა ბილეთები ცოტა 3000 და 3000 დასაჯდომი UFC-თვის არაფერი არა ცოტა ეგ მაგათვის რა 10000 მაინც უნდა იყოს რა 3000 მეტი არა სპორტის სასახლეში? არა გონია მეტი იყოს. მოკლედ. 5. კაი რომჩი წავედი ახლა მეც დავიძინე ხვალ ადრე უნდა. აი მადლობა ბიჭებო დიდი გიო შენ გამოტოვე ამირანზე ვისაუბრეთ ცოტა მაგრამ მე უყურე და გადახედავ და ნახავ რა ხდებოდა სანამ შენ არიყავი მადლობა მიყვარხართ მენატრებით და მალე გნახავთ იმედია რა ალბათ თქვენც კოცნით გიყვებით კარგად ახლა წარმატებები და შეხვედრა. Peace. ჩაო ზაო Ciao. Ciao, ciao, cacao.